მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემას წარმოადგენს სასიყვარულო გაშლა, ტაროს საჯარო გაშლა სასიყვარულო თემატიკაზე, კერძოდ გრძნობებზე, ფიქრებზე, იმ ემოციებზე, იმ შეგრძნებებზე, რომელიც არის თქვენი პარტნიორის გულში და რომელსაც თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება განიცდის თქვენს მიმართ. თავის ფიქრებში, თავის გრძნობებში, შეიძლება არ გიტყდებათ, შეიძლება არ გამოხატავს ამას, მაგრამ აფიქრობს თქვენზე, გრძნობს თქვენს მიმართ და ის გულწრფელი, ის ნამდვილი გრძნობები, რომელსაც რეალურად განიცდის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. ერთია როგორ გაჩვენებთ თავს, მაგრამ მეორეა რას განიცდის ის გულის სიღრმეში. მოდით ჩავიხედოთ თქვენი პარტნიორის გულში, გავიხედოთ ფანტის მიღმა და დავინახოთ ის რეალური დამოკიდებულებები და გრძნობები, რასაც განიცდის თქვენს მიერ არჩეული პიროვნება თქვენს მიმართ. დღევანდელ საჯარო სეანსში არ მექნება ვარიანტები, სპონტანურად, ვისაც შემოგხვდებათ ეს ვიდეო და დაინტერესდებით და იგრძნობთ, რომ მინიშნებას, რომ უნდა მოусმინეთ და ესე იგი ეს ვიდეო არის თქვენი, ეს პროგნოზი არის თქვენი, ეს საჯარო გაშლა არის თქვენი და მოდით გავშალოთ სასიყვარულო გრძნობებზე, მან არას ტაროს დასტით. რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ. აქ პირდაპირ ამოდის თასების რაინდი, თვითონ ამობძანდა, პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას, პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ, ეს არის მეოცნებე, რომანტიკული, ასეთი რომანტიკოსი ტიპის, რომანტიკოსი ადამიანი, სიყვარულის ადამიანი, გრძნობების ადამიანი, ემოციების ადამიანი, რომელსაც შეუძლია განიცადოს გრძნობების ფეიერვერკი და რეალურად ამისთვის არის დაბადებული, ხო? ეს არის ისეთი რომანტიული ნატურა, ემოციური ნატურა, რომელიც ძირითად შემთხვევაში გულწრფელია გრძნობებში და გულწრფელია ურთიერთობაში. მოდით კიდევ ნახოთ, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ, რას გრძნობს. ეს ადამიანი განიცდის საკმაოდ საინტერესო გრძნობებს, ეს არის სექსუალური მიზიდულობა, ესეთი ცხელი ვნებათა ხელვა, სექსუალური მიზიდულობა, ესეთი ვნება და საკმაოდ ისეთი ეროტიული, თუ შეიძლება ასე ითქვას, გრძნობები თქვენს მიმართ, საკმაოდ მძაფრი შეგრძნებები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ და ესეთი დაუოკებელი ჟინი. მოდით ნახოთ კიდევ რას გრძნობს ეს ადამიანი. ბევრს ფანტაზიორობს თქვენზე, ბევრს ოცნებობს, ფიქრებში წარმოგიდგენთ ძალიან ისეთ ეროტიულ ფიქრებში, საკმაოდ ისეთი დიდი ის აქვს ფანტაზიები აქვს, ეროტიული ფანტაზიები აქვს გონებაში ამ ადამიანს თქვენს მიმართ და შეიძლება ხშირად ეს სიზმრებოდეთ კიდეც და მისი ეს სიზმრები ძირითადად არის უფრო დატვირთული ისეთი სექსუალური თემატიკით და ფანტაზიებით. კიდევ რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? ხო, ამ ადამიანს ძალიან დიდი ინტერესი აქვს და ცნობის მოყვარეობა თქვენს მიმართ. მას სურს, რომ მოსინჯოს რაღაც ახალი თქვენთან ურთიერთობაში. ისეთი რამ, რაც თქვენთვისაც და მისთვისაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დატოვებს და
არასტანდარტული რაღაცა, არაჩვეულებრივი რამ ურთიერთობების თემაში. ისეთი რამ, რაც ცდება ჩვეულებრივი რუტინული ცხოვრების წესს და რეჟიმს. ხო, ეს არის რაღაცა სხვა, განსხვავებული. შეიძლება ეს იყოს ურთიერთობა არასტანდარტულ ადგილებში, ან ისეთი ფანტაზიების ხორცშესხმის სურვილი, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობს ეს ადამიანი, მაგრამ შეიძლება ვერ გიბედავდეთ თქმას. ყოველ შემთხვევაში, აქ ესეთი მამაკაცური ჟინი და დრაივი არის საკმაოდ მაღალ დონეზე, ხო? კიდევ რას გრძნობს ეს ადამიანი, კიდევ რას გრძნობს, მოდით ვნახოთ. არკანის სამყარო ამოდის. ეს არის გაერთიანების, გამთლიანების სურვილი, ერთმთლიანობად, მოცემულობად ქცევის სურვილი. ხომ თქვენთან გაერთიანების მწველი სურვილი აქვს ამ ადამიანს და ცდილობს, რომ ამისთვის ყველაფერი გააკეთოს, ხო? მაგრამ შეიძლება გარკვეული შიშებიც ახლდეს ამ პროცესს, შეიძლება ეს იყოს შიში ურთიერთობის, ან რამდენად სწორად გაუგებთ მას, ან რამდენად მენტალურად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ემოციურ დონეზე, სექსუალურ დონეზე ადამიანს ჰქონდეს მისწრაფება მეორე ადამიანისკენ, მაგრამ გონება უშლიდეს და ბლოკავდეს მის ამ მისწრაფებებს და ამოხრუჭებდეს, ხო? აჩერებდეს და ეუბნებოდეს, რომ არის კი ის ადამიანი, რომელიც გაგაბედნიერებს, პირიქით ხომ არ მოხდება, რაღაც გაურკვევლობაში ხომ არ გაეხვევი, აი რაღაცა შიშები რო აქვს ადამიანს გონებაში, რაც ბლოკავს ურთიერთობას, ხო? მიუხედავად დიდი, ვთქვათ, მისწრაფებისა და სურვილისა, რომ გაერთიანდეს თქვენთან, რაღაცა ბლოკავს მას, რაღაც ან ვიღაც შეიძლება, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ეს პროცესი მიმდინარეობს მის გონებაში, მის მენტალში, მაგრამ ეს შიშები უფრო გაზვიადებულია, ვიდრე რეალური საფუძვლის მქონე. შეიძლება საერთოდ არ არსებობს ის გარემოებები, რაც შეგიშლიდათ ურთიერთობაში ხელს, ან შეუშლიდა მას თქვენთან მოსვლაში ხელს, მაგრამ ის ასე წარმოიდგენს, მას ასე წარმოუდგენია. ხო, მოდით კიდევ ნახოთ, რას გრძნობს. საფრთხის შეგრძნება. ხომ არ თulis, რომ თქვენ მასზე ძლიერი ხართ, რომ შეიძლება თქვენი გავლენის ქვეშ მოექცეს. ხომ არ ეშინია ამის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ადამიანი განიცდის ერთგვარ შიშს და სიფრთხილის კენ მოუწოდებს საკუთარ თავს. და რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი, მოდი ესეც ვნახოთ, ხომ? გასაგებია, რას მოიმოქმედებს უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში. მოქმედება. ხო, ადამიანი დადგება არჩევანის წინაშე. რაღაცა კონკრეტული არჩევანის წინაშე, რომელიც მან აუცილებლად უნდა გააკეთოს. რას მოიმოქმედებს, კიდევ ვნახოთ. რას მოიმოქმედებს? და მართლაც ადამიანი საკმაოდ დიდი ვნებით არის თქვენს მიმართ. იწვის თავისი ვნებაში. ამოდის არკანი ეშმაკი. არკან მზესთან ერთად. ცეცხლი უკიდია. პირდაპირ მნიშვნელობით. შემიძლია ასე ვთქვა, უყვარ ხართ ნამდვილად. უყვარ ხართ. გულწრფელია. აქვს ფიზიკური ტოლვაც თქვენს მიმართ. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ
უახლოეს პერიოდში განსაკუთრებული აქტივობა მისგან შეიძლება არ იყოს და ეს ძირითადად განპირობებული შესაძლებელია იყოს ორი ფაქტორით. ერთი არის ის, რომ თვითონ არის ძალიან დატვირთული, დაკავებული ან სამსახურებრივი საქმიანობით, ან რაღაცა კონკრეტული ბიზნესით, ან რაღაცა გარკვეული ვალდებულებებით, რაც მას ძალას აცლის და ენერგიას აცლის იმისთვის, რომ თქვენს მიმართ გამოიჩინოს მეტი სითამამე და მეტი აქტიურობა. ამავდროულად ძალიან ბევრს ოცნებობს ეს ადამიანი და ფიქრობს უფრო მეტად ვიდრე ვთქვათ ქმედებებს. ამიტომ აქ უფრო პასიური ჩანს ეს ადამიანი თავის გამოვლინებებში, თავის აქტიურობაში, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც განპირობებულია ერთი, როგორც თქვი, ეს არის სამსახური, ბიზნესი, რაღაცა კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც ძალიან ღლის და მეორე ეს არის ქალი, ქურუმი ქალი, ეს არის არ ვიცი ვინ, შეიძლება ეს არის ისეთი ადამიანი, რომელიც დომინირებს, ქალი, რომელიც დომინირებს მასზე, აქვს გარკვეული ძალაუფლება ამ ადამიანზე, რაც წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს მასთან მიმართებაში. შეიძლება ეს იყოს ფიზიკურ დონეზე ქალი, არ ვიცი ვინ, შეიძლება ეს იყოს ესეთი სტატუსი, არ ვიცი, ვერ ვიტყვი ესე პირდაპირ, ყველა შემთხვევაში ეს იქნება ინდივიდუალური, ვინც ჩაიფიქრეთ და ვინც ნახეთ ეს ვიდეო, მაგრამ ფაქტია, რომ არის ვიღაც მესამე. და მეორე მხრივ აღნიშნულ დასტაში არკანი ქურუმი ქალი გვესაუბრება შინაგან კომპლექსებს, როდესაც ადამიანი ისეა დაკომპლექსებული, რომ მიუხედავად მისი დიდი ფანტაზიებისა და სექსუალური სურვილებისა, მას ბლოკავს და პასიურ მდგომარეობაში ტოვებს თავისივე შინაგანი კომპლექსები. აი, ესეთი ინფორმაცია მოგვაწოდა ჩემმა ტაროს დასტამ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ენერგობალანსისთვის ჩემი თხოვნა იქნება გამოიწეროთ ჩემი გვერდი. ასევე დალაიქოთ და გააზიაროთ აღნიშნული ვიდეო, ხოლო პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ Instagram-ის Messenger-ში. Instagram-ის ლინკი მითითებული მაქვს ჩემს პროფილზე და ამ ვიდეოს კომენტარების ბოლოშიც დაგიტოვებთ. ეხლა კიდევ მშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.